გულქალ ბიჯიომო შუაე ყოველ ზალს თავისი დღე აქვს. ცოტა მოიცადე. ეს ძველი არაბული გამონაქვამია. ჩვენ დასავლეთში ჩვენს გვაქვს მსგავს. რაც უფრო იცლება რაღაცეები, მით უფრო იგივე რჩება ყველაფერი. თუ მართლა ესეა. მე-19 საუკუნის ფრანგი ჟურნალისტის ჟან-ბატისტ ალფონს კარის ეს შენიშვნა, რომელიც ამ საუკუნეში ბონ ჯოვის სიმღერაშიც გაჟღერდა, თითქოს ბოლო კვირების არსს ასახავს. თუ უფრო ზუსტად და მიმდინარე მოვლენების კონტექსტში ვიტყვით, რაც უფრო მეტად ესკალირდება სიტუაცია, მით უფრო უცვლელი რჩება ყველაფერი. თითქმის 2 კვირა გავიდა მას შემდეგ, რაც აშშ-სა და ირანს შორის მტრული მოქმედებები განახლდა და თითქოს არაფერი იცვლება. მაგრამ რეალობა ისაა, რომ თითოეული მხარე ცდილობს გაარკვიოს, ვინ შეძლებს უფრო დიდხანს გაძლოს მეორის წინააღმდეგ. ირანი იცის, რომ ამ სიტუაციაში სუსტი პოზიცია აქვს, ამიტომ ყველა ბერკეტს იყენებს და ყველა სამიზნეს, რაც კი გააჩნია მათ შორის თავის პროქსებსაც, მისაც შეუძლია გამოიყენოს, ოფიციალურებსაც, მაგალითად ჰუთებს. და კიდევ არიან სხვა პროქსი ფიგურები, რომლებსაც ისინი იყენებენ ვითარების მანიპულირებისთვის. ამას მალე აგიხსნით. ამასობაში ერთი რამ ნათელია. სანამ ნავთობის ფასი $100-ზე ქვემოთ იქნება, დრო შეერთებული შტატების მხარესაა. მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ 250 წლის იუბილეც დასრულდა, ის საკითხები, რომლებიც შეერთებულ შტატებს აქამდე აკავებდა, დასრულდა და ერთი რამ რჩება: აშშ-ის შუალედური არჩევნები. მანამდე ნავთობის ექსპორტის გაზრდა, სპარსეთის ხურის გვერდის ავლით და ჰორმუზის სრუტის გავლით სავალდებულოდ არ გატარებით, ნიშნავს, რომ ესკალაციის საჭიროება არ არსებობს. და როგორც კი არჩევნები ჩაივლის, ჯოჯოხეთის კარები, როგორც ტრამპმა დახპირდა, გაიღება ისლამური რევოლუციური გვარდიის კორპუსის, ირანის რევოლუციური გვარდიის IRGC წინააღმდეგ. ყოფილი ისრაელელი მძევალი რამონ რიმონ კირშტუბი ამას საუკეთესოდ აჩვენებს. თყვეობიდან გათავისუფლების შემდეგ ის აქ გამოჩნდა, ამაყად იდგა და თავის დამპყრობებელს რაღაც უთხრა. ამ კვირაში ისრაელმა ის საბოლოოდ გაანეიტრალა. და ინტერვიუში რიმონმა გაამხილა რა უთხრა მას იმ მომენტში. ყველა ძაღლს თავისი დღე დაუდგება. ნელა. და სწორედ ეს არის ახლა ირანისა და მისი მარიონეტული ძალების მიმართ გამოყენებული სტრატეგია. ერთჯერადი ხმაურიანი თავდასხმის ნაცვლად, რამაც შეიძლება სრულმასშტაბიანი ომი გამოიწვიოს, შეერთებულმა შტატებმა აირჩია მიზანმიმართული გამოფიტვის სტრატეგია, რომლის მიზანიც ირანის მოლაპარაკების მაგიდასთან მიყვანაა, მას შემდეგ რაც მის ყველაზე ძლიერ სტრატეგიულ რესურსებს ხმელეთზე და ზღვაზე უკვე გაანეიტრალებენ. შეერთებული შტატების გეგმა გამოიყენოს 60 დღიანი შესაძლებლობის ფანჯარა ჰორმუზის სრუტის სრულად გასაწმენდად და შემდეგ აბსოლუტური ძალაუფლების პოზიციიდან მიაღწიოს მუდმივ შეთანხმებას ბირთვულ საკითხთან დაკავშირებით. იქ როცა თეირანი მუხლებზე დადგება ურანის პროგრამის დემონტაჟის მართლაც მკაცრი პირობები. თუ ირანი მოლაპარაკებების მაგიდასთან არ მივა, დარტყმები გაგრძელდება. ამასობაში ერთი რამ ნათელი გახდა. ეს ამერიკის ომია. ისინი ყოველთვის ირანისა და ისლამისტების სამიზნე იყვნენ. მათი თვალით ისინი დიდი სატანაა. ისრაელი, პატრა სატანა, უბრალოდ ხელს უშლის ისლამისტურ სურვილს დაიპყროს ახლო აღმოსავლეთი. ეხლა კი ნამდვილი ბრძოლა მიმდინარეობს. ირანი განეიტრალებულია. ისინი ისევ დარბიან და ხრეფენ, როგორც სოფიანი ძადლები, პირზე ნერწყვომდგარი, ახლა კი დაკასტრილები და გაღიზიანებულები. და შეერთებული შტატები იმუქრება, რომ ნამდვილ საფრთხეს გაათავისუფლებს, ისრაელს გამოიყენებს, თუ ირანელები თავს არ შეიკავებენ. ამ დრომდე ლიბანში და ღაზაში თავშეკავება გვიწევდა და ირანთანაც ვიკავებდით თავს, რადგან საბოლოოდ სწორედ შეერთებული შტატები იღებს გადაწყვეტილებებს. ამიტომ ირანი როგორც კვი ყველა თავის ვარიანტს იყენებს. ჰუთებს ავალებს. წითელი ზღვის დაბლოკვი დაიმუქრონ და ჰეზბოლას აძლევს მითითებებს, რომ როგორმე ხელი შეუშალოს შესაძლო დაძაბულობის განმუხტვას ლიბანში, ამ უქმეებზე განიარაღების მცდელობების ჩაშლით. და შემდეგ არიან ის ადამიანები, ვისაც მე ფაიქ მარიონეტებს უწოდებ, მაგალითად JD Vance. ის ურთიერთგაგების მემორანდუმზე მოლაპარაკებებში საშინლად წარუმატებელი აღმოჩნდა, რადგან ირანის ისლამური მოკავშირეების, ქატარისა და პაკისტანის სიტყვებს ენდო და საერთოდ ვერ გაიგო, როგორ მუშაობს ისლამური მოტყუება. გასუკვირას ჯო როგანის პოდკასტში სტუმრობისას ვეუბისას ვენსმა არ ახსენა ის რეალური პრობლემები, რომლებმაც ურთიერთდაგების მემორანდუმი ჩაშალა. ეს არ არის ირანის მხრიდან პირობების დაკნინება და დარღვევა. ეს არც ისაა, რაც ტრამპს ჰქონდა ამაზე სათქმელი. ეს არის მოემზადეთ დოლის ბრაგუნი, ებრაელები რა თქმა უნდა. მან კიდევ ერთხელ გააკრიტიკა ებრაელები და სხვა ბრალდებებს შორის განაცხადა, რომ არსებობს ისრაელის მიერ დაფინანსებული შეთქმულება, რომელიც მის მოლაპარაკებებს ირანთან ხელს უშლის. ვაუ, ეს ხომ მისთვის იდეალურია. მაგრამ მე უდაოდ ვიცი, რომ ისრაელის მთავრობის შიგნით არიან ადამიანები, რომლებიც ცდილობენ ფაქტობრივად გადაგვახვევინონ ამ პოლიტიკიდან,
რადგან სურთ სამხედრო კამპანიის გაგრძელება. არსებობენ ადამიანები მათ სისტემაში, რომელთა შესახებაც უდავოდ ვიცით, რომ ისინი მანიპულირებენ და ცდილობენ შეცვალონ ამერიკელი საზოგადოების აზრი, რათა ომი განუსაზღვრელი ვადით გაგრძელდეს. კიდევ ერთხელ, არა რაიმე კონკრეტული მიზნისთვის, არამედ უბრალოდ განუსაზღვრელი ვადით. მეორე მსოფლიო ომის დროს ღერძის ძალები იყენებდნენ ინგლისურად მოლაპარაკე მაუწყებლებს, რათა შეერხიათ მოკავშირეთა მორალი. ისინი დასცინოდნენ საკუთარ ქვეყნებს, აძლიერებდნენ მტრის ნარატივებს, აჭარბებდნენ მტრის ძალას და ცდილობდნენ დაერწმუნებინათ მსმენელები, რომ მათი ლიდერები კორუმპირებულები იყვნენ, მათი საქმე უიმედო იყო და მათი დამარცხება გარდაუვალი. მათი მაუწყებლობა ყოველთვის ერთსა და იმავე ფორმულას მიყვებოდა. თქვენი მთავრობა გატყუებთ. თქვენი ლიდერები არაკომპეტენტურები არიან. თქვენი ქვეყანა სუსტია, ტერი ძლიერია და მართალი. მხოლოდ მე გეუბნებით სიმართლეს. ისინი თავს წარმოაჩენენ როგორც მამაც სიმართლის მთქმელებად, მაგრამ მათი გზავნილი მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურებოდა: დაესუსტებინა საკუთარი ხალხის ნებისყოფა და გაეძლიერებინა მტრული უცხო ძალის პოზიცია. იმ დროს ეს იყო ლორდი ჰაჰა და აქსის სალი. დღეს ესენი არიან თაკერ კარლსონი და მეგინ კელი და ეხლა სამწუხაროდ ჯეიდი ვენსი. და ნეტა მხოლოდ ეს იყოს. როგორც უკვე აღვნიშნე, ეს არის შეერთებული შტატების ომი. მაშ, რატომ არ ხედავენ ამას ასე ბევრი ადამიანი? დიახ, ამის ნაწილი შეერთებულ შტატებში იზოლაციონისტური ტენდენციებია. მაგრამ სხვებისთვის ეს არის განზრახ მცდელობა, ყურადღება გადაიტანონ დასავლეთისთვის საფრთხის რეალური დამნაშავეებისგან. ერთ-ერთი პრობლემა, რაც გვაქვს, არის პოლიტიკური დებატების გამარტივება ყველა საკითხზე. არა მხოლოდ მარქსიზმის განზრახ პოლიტიკური სტრატეგიით, რომელიც ემოციის გამოწვევით ლოზუნგებზე ამახვილებს ყურადღებას და ამით ამარტივებს მიზეზებს, არამედ დასავლური კულტურის არსითაც. ეს ერთი რამეა, როცა ამას ინდივიდები ან თუნდაც მედია აკეთებს. მაგრამ როცა ჩვენს პოლიტიკოსებს ისე აფალიბებენ, რომ რთულ საკითხებს ზედმეტად ამარტივებენ, საზოგადოებას პრობლემა აქვს. განსხვავებით ევროპული რეალპოლიტიკის ტრადიციისგან, რომელიც ღიად აღიარებს ცინიზმსა და სირთულეს, ამერიკული აზროვნება საერთაშორისო საკითხებს ამარტივებს და მათ კარგისა და ბოროტის მარტივ მორალურ დრამად აქცევს. და როცა პერსონაჟები ამ სცენარს ზუსტად არ ერგებიან, ის ნაწილები, რომლებიც არ ჯდება, უბრალოდ უგულებელყოფილია. ეს არის ის, რასაც მე დიპლომატიის ჰოლივუდიზაციას ვუწოდებ, ანუ ის ძირითადი რეალობა, თუ როგორ უდგებიან დასავლელი ლიდერები და მედია საკითხებს. ეს განსაკუთრებით მართებულია მაშინ, როცა საუბარია ახლო აღმოსავლეთის სირთულეებზე. ასე ხდება, რომ დასავლეთი ისევ და ისევ ახლო აღმოსავლეთს არასწორად ავიქვანს. მედია თავისი ბუნებით ზედაპირულია. სოციალური პლატფორმები ამას კიდევ უფრო ამძიმებს. ალგორითმები ემოციურ რეაქციებს აჯილდოებენ და არა კონტექსტს ან ისტორიას. როდესაც 30 წამიან ვიდეოს უფრო დიდი აუდიტორია ყავს, ვიდრე კარგად ინფორმირებულ რეპორტაჟს, სასტიკი ლიდერები შეუძლიათ ერთ ღამეში თავი ხელახლა წარმოაჩინონ მხოლოდ ტანსაცმლის შეცვლით ან წვერის მოკრეჭით და რამდენიმე ფრაზის დამახსოვრებით დასავლეთისთვის მისაღები რიტორიკით. ეს უკვე ნანახი გვაქვს. იასერ არაფატი კლასიკური მაგალითია. ოსლოს შემდეგ ის კოსტიუმში გამოწყობილი დააყენეს თეთრი სახლის ეზოში და ნობელის პრემია გადასცეს, მაშინ როცა კულისებში კვლავ აფინანსებდა და ახალისებდა ტერორს. მისი არაბულ ენაზე წარმოთქმული სიტყვები ნათლად აჩვენებდა, რომ ოსლო დროებითი ტაქტიკა იყო. მაგრამ დასავლეთმა ის უგულებელყო, რადგან ეს არ შეესაბამებოდა იმ მორალურ ნარატივს, რომელიც მას სურდა. და დღესაც ხედავთ იგივე მოდელს, ალ-ჯოლანის შემთხვევაში, რომელიც სირიაში ალ-ქაიდას ყოფილი მეთაურია. მან სამხედრო ფორმა შეცვალა, მკერავთან შეკერილი კოსტიუმებით, ამერიკულ მედიასთან ინტერვიუებს აძლევს, კალათბურთის მოედანზე თამაშობს და უცებ მას პრაგმატულ ალტერნატივად წარმოაჩენენ. მისი იდეოლოგია არ შეცვლილა, მხოლოდ იმიჯი აქვს შეცვლილი. როცა დასავლური დისკურსი ყველაფერს აყვანის ძლიერისა და სუსტის დაპირისპირებამდე, ისრაელი როგორც სუვერენული სახელმწიფო თანამედროვე არმიით ავტომატურად წარმოაჩინება ბოროტმოქმედად, მიუხედავად მისი რეალური ქმედებებისა თუ შეთანხმებების მიღწევის მცდელობისა. ამასობაში ისეთი ჯგუფები, როგორიცაა ჰამასი, პალესტინის ადმინისტრაცია ან ჯიჰადისტური დაჯგუფებები, უსასრულო შემწყნარებლობით ექცევიან, რადგან ისინი აღიქმებიან სუსტ მხარედ. ბრაკეტების სროლა, წაქეზება, ტერორის დაფინანსება, პოლიტიკური შეურიგებლობა. ეს ყველაფერი ან იშლება, ან გამართლებულია ოკუპაციაზე რეაქციად. შედეგად მივიღეთ მორალური დამახინჯება. ისრაელს აფასებენ შეუძლებელი სტანდარტებით, რომლებსაც არც ერთი სხვა დემოკრატია არ დააკმაყოფილებდა თავის დაცვაში, მაშინ როცა ტირანებსა და ტერორისტებს ყველაფერს პატიობენ, როგორც კი მსხვერპლის სახეს მიიღებენ. ახლო აღმოსავლეთი ჰოლივუდის ფილმი არ არის და მისი ჰოლივუდურ ნარატივში ჩასმა სახიფათოა ისრაელელებისთვის, რომლებიც ამის ფასს სისხლით იხდიან. ისრაელის მისია მხოლოდ საკუთარი თავის ახსნა არ არის. ჩვენ უნდა დავამსხვრიოთ ეს სიმართლის ილუზია. ეს არაფერი ახალი.
ჩვენ ყოველთვის ვიყავით სამიზნე, ყოველთვის ვიყავით საბაბი. ესე რომ დღეს ჩვენ რეალურად ვაფასებთ მათ, ვინც გძულს. ჩვენ მადლიერები ვართ ყველა თქვენგანის, მათ შორის იმ იდიოტებისაც, რომლებიც კომენტარებში წერენ. გმადლობთ, რომ გვახსენებთ, რისი გაკეთებაც შეგიძლია ჩვენს წინააღმდეგ. თქვენს დეგენერირებულ ღირებულებებს, ყველაფერს, რასაც ჩვენზე პროეცირებთ, იმ დევნას, რაც ჩვენს წინაპრებს გაუკეთეთ, ოგრომებს, განდევნებს. ჩვენ ცოტა ზედმეტად კომფორტულად ვიგზენით თავი აქ ისრაელში, როცა ვიჯერებდით ტყუილებს, რომ ბოროტებასთან დათმობები მიგვიყვანს ჩვენს მიღებამდე. რომ თითქოს თქვენ ნამდვილად გსურდათ ორი სახელმწიფოს პრინციპი და არა ჩვენი განადგურება. ჩვენ გვახსოვს, როგორ გძულდნენ დუნაიდან ატლანტის ოკეანემდე იმის გამო, რომ ზედმეტად ებრაელები ვიყავით, ზედმეტად ასიმილირებულები, ზედმეტად მდიდრები ან ზედმეტად ღარიბები, ზედმეტად დამოუკიდებლები, ზედმეტად დამოკიდებულები, ზედმეტად ყველაფერი, რასაც ჩვენზე მოიგონებით, უბრალოდ რომ გვაცხენინოთ. მაგრამ ეხლა ჩვენ დაბრუნებულები ვართ ისრაელში და შეგვიძლია ის, რაც 2000 წლის განმავლობაში ებრაელებს არ შეეძლოთ. ეს ყველაფერი მიმიყვანს ამ კვირის ებრაული კალენდრის 2 მოვლენამდე, რომლებიც ჩვენს დღევანდელ რეალობას უკავშირდება. პირველ რიგში 4 შაბათს ავნიშნეთ თიშა ბეავ, ებრაული კალენდრის ავის თვის მე-9 დღე, დღე, რომელიც ებრაელი ხალხის მრავალ ტრაგედიას ემთხვევა, განსაკუთრებით კი ჩვენი ორივე ტაძრის განადგურებას. მაგრამ ბიბლიის ისტორიკოსმა ნათანიელ ელისონმა ცოტა ხნის წინ დაწერა, რომ ებრაელთა განდევნის ნამდვილი ფესვი და ებრაული იდენტობის წაშლის ყველაზე სასტიკი მცდელობა თანამედროვე ეპოქამდე სინამდვილეში მოხდა მეორე ტაძრის დაცემიდან 65 წლის შემდეგ. ეს მოხდა ბარ კოხბას აჯანყების დროს, როდესაც ებრაელი ხალხი სასუცარკვეთილ ბოლო მცდელობას ახორციელებდა დამოუკიდებელი სახელმწიფოს აღსადგენად რომაელების მიერ მეორე ტაძრის განადგურების შემდეგ ქრისტიანული წელთაღრიცხვის 70 წელს. ესეც იმ საშინელ თარიღზე ავის მე-9 დღეს მოხდა. როდესაც ეს აჯანყება დამარცხდა, რომის იმპერატორმა ჰადრიანემ მხოლოდ მეამბოხეები არ დასაჯა. მან სცადა სრული კულტურული და ფიზიკური წაშლა და განადგურება. რომაელი ისტორიკოსი კასიუს dio წერს, რომ ბრძოლაში 580,000-ზე მეტი ებრაელი ამოხოცეს, ხოლო უამრავი სხვა შიმშილითა და სენით გარდაიცვალა. ეს იყო უფრო დიდი სისასტიკე ვიდრე ტაძრის დაცემა. თიშა ბეავზე იმ დროს ისრაელის მიწაზე ბოლო ებრაული სიმაგრე, ქალაქი ბეთარი დაეცა. თიშა ბეავზე რომაელებმა იერუსალიმი პირდაპირ მიწასთან გაასწორეს. ნანგრევებზე წარმართული ქალაქი ააშენეს, სახელად აელია კაპიტოლინა. და იმისათვის, რომ ებრაელების კავშირი ამ მიწასთან სრულად დავიწყებულიყო, ჰადრიანემ იუდეას სახელი ჩამოართვა და რეგიონს პალესტინა დაარქვა. 18 საუკუნის განმავლობაში ეს თავსმოხვეული სახელი დარჩა. გადასახლება დაიწყო იმიტომ, რომ იმპერიას სისტემატურად ცდილობდა ისტორიის გადაწერას, ნარატივის ერთ ხაზზე დაყვანას და ჩვენი ერი იდენტობის მიწიდან წაშლას. მაგრამ ისტორიას გრძელი მეხსიერება აქვს, ისევე როგორც ისრაელის ხალხს. თითქმის 2000 წლების შემდეგ უძველესი სახელი აღდგა ისრაელის სახელმწიფოს დაბადებით. რადგან სიონიზმი მხოლოდ იდეა არ არის, მისთვის ბრძოლაა საჭირო. და ეს პირდაპირ ამ კვირის თორას მონაკვეთზე გადაგვიყვანს. ეს ნაწილი იწყება ბიბლიაში ერთ-ერთი ყველაზე გულსატკენის სცენით. მოშე ღმერთს ევედრება, სთხოვს, რომ ნება დართოს იორდანეს გადალახვა. ის იყენებს სიტყვებს: მომეცი ნება, გევედრები, გადავიდე და ვიხილო კარგი მიწა. მოშე მიცოდა, რომ ის არ წარუძღვებოდა ისრაელის ერს ამ მიწაზე, მაგრამ მისი ყველაზე დიდი სურვილი უბრალოდ მისი მიწის შეხება იყო. მაგრამ როცა მოსე მიმოიხილავს ისტორიას, თუ რატომ აეკრძალა იმ თაობას მიწაზე შესვლა, მნიშვნელოვანი გაკვეთილი იკვეთება. გამოჩენილი ბიბლიური მეცნიერი რავ ური შერკი მიუთითებს მნიშვნელოვან განსხვავებაზე თუ როგორ რეაგირებდნენ მოსე და კალევ ბენ იფუნე, როდესაც ჯაშუშები თავდაპირველად დაბრუნდნენ ისრაელის მიწის შემზარავი ცნობებით. კალევი წინ გადადგა მტკიცე გადაწყვეტილებით და განაცხადა: უნდა ავიდეთ და დავიფროთ იგი, რადგან ნამდვილად შეგვიძლია მისი დაძლევა. მაგრამ მოსემ სხვა მიდგომა აერჩია. მან ხალხს უთხრა: ნუ შეგეშინდებათ, ღმერთი თქვენთვის იბრძოლებს, როგორც ეგვიპტეში გააკეთა. რავ შერკიმ გააჩინა გასაოცარი კითხვა: რატომ მიმართა მოსემ სასწაულების დაპირებას? ისრაელის მიწაზე შესვლა უნდა ყოფილიყო ბუნებრივ მდგომარეობაზე გადასვლა. ისრაელის სიწმინდე უნდა გამოვლინდეს ჩვეულებრივი ადამიანური ძალისხმევით და არა ზებუნებრივი ჩარევით. სასწაულები არის სარეზერვო გეგმა, როცა ჩვენ ძალიან სუსტები ვართ. მაგრამ ისრაელის მიწა მოითხოვს, რომ ჩვენ საკუთარ ფეხებზე დავდგეთ. რადგან მოსე მიიჩნია ერი ძალიან სუსტად, რომ ბუნებრივი ომი ებრძოლა, ღმერთი განრისხდა და იმ თაობას შესვლა აეკრძალა. რავ ური შერკის კომენტარი ფუნდამენტურ ჭეშმარიტებას ავლენს.
ისრაელის მიწა არ არის მისტიკური საჩუქარი, რომელიც ზეციდან სასწაულებით ჩამოვარდა. ეს არის რეალობა, რომელიც უნდა მოვიპოვოთ და შევინარჩუნოთ ადამიანის ძალისხმევით, ბუნებითა და სიმამაცით. კალების აქტიური პოზიციის მაგალითზე ჩვენ უნდა ავიდეთ და დავიპყროთ იგი. მოსეს ღვთაებრივ ჩარევაზე დამოკიდებულების საპირისპიროდ. ღმერთი თქვენთვის იბრძოლებს. რав შერკი ამას აჩვენებს. ებრაელი ხალხის საბოლოო მიზანია გამოვიდეს უდაბნოს დამოკიდებულების ეპოქიდან და გადავიდეს ბუნებრივ ეპოქაში, სადაც საკუთარ ბედზე პასუხისგებლობას თავად იღებს. ეს არის სიონიზმის ძირითადი არსი. ზუსტი პასუხი რომის იმპერატორ ადრიანეს მცდელობაზე თიშა ბეავზე ჩვენი წაშლისთვის. ადრიანეს ჯეროდა, რომ იერუსალიმის გადახვნით და სახელის პალესტინად შეცვლით, ებრაელთა ისტორიას სამუდამოდ დაასრულებდა. 1800 წლის განმავლობაში გადასახლებებაში ვტიროდით, ვლოცულობდით და სასწაულს ველოდით. მაგრამ დღეს სიონიზმი ის მომენტია, როცა ებრაელმა ხალხმა კალების სული გამოავლინა. ჩვენ მივხვდით, რომ ისრაელის მიწა ზღვების გაყოფის ლოდინით არ მოიპოვება. ის მაშინ მიიღწევა, როცა ცდილობთ მის აღდგენას, აშენებას, როცა ვამტკიცებთ, რომ ღირსები ვართ მასში, დასახლების ჩვენი ქმედებებით, ჩვენი მსხვერპლით, ჩვენი სუვერენიტეტით. როცა ვდგებით და ვიბრძვით მისთვის, ჩვენ ვიმსახურებთ მას. ერი, რომელიც აქტიურად ირჩევს საკუთარი ბედის ფორმირებას, იბრძვის თავისი მიწისთვის და მტკიცედ დგას ისტორიის წინაშე, ეს არის ერი, რომელსაც ვერასდროს წაშლია. მე ვარ დანიელ სიმანი. მადლობა, რომ შემომიერთდით აქ JNS TV-ზე, იერუსალიმში, ისრაელში. შაბათ შალომ და მომაოკვირას ისევ გნახავთ.